სრულებული ეს ხელნაწერი წმინდა მეფე ლუარსაბ მეორეს ეკუთვნის და 1609 წლით თარიღდება. საბუთი გვამცნობს, რომ მეფეს გორელი ვაჭრის მამუკა მესხასატურიშვილისა და მისი ოჯახისთვის ერთგული სამსახურისთვის სახლკარი თავისი მცირე ზომის დუქნითა და სამთვალიანი წისქვილებით უწყალობებია. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დოკუმენტს წმინდა მეფე საკუთარი ხელმოწერით ამტკიცებს. ადგილებს და მამულებს აძლევს ის აკვირდების არცებული თავდასხმების და დანიშნულოვანი აქ მისი ბეჭედი და ეს ხელერთვა ხელმოწერა, რომელიც როგორც იცით დოკუმენტს გადამწერები ასრულებენ თვითონ მეფე აწერდა და ხოლო მეფე სამომავლოდ ხელს აწერდა. ეს არის კონკრეტულად მისი ხელის მოწერა, რაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ დოკუმენტს. აღნიშნული დოკუმენტის გარდა იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში წმინდა მეფე ლუარსაბის შესახებ მცირე, თუმცა საკმაოდ საინტერესო სხვა საარქივო მასალებიცაა დაცული. თითოეულ ხელნაწერ დოკუმენტში კარგად ჩანს მეფის ზრუნვა ნასოფლარების აღდგენაზე, ქვეყნის ვაჭრობის განვითარებაზე, ეკლესიის გაძლიერებაზე. ქართლის მეფეები ხშირად წმინდა მეფე ლუარსაბის მიერ გაცემული სიგელების საფუძველზე ამტკიცებდნენ განაჩენებს და ანახლებდნენ წყალობისა და შეწირულების წიგნებს. ეროვნული არქივი ახალ წამებული და შემდგომში წმინდა რჩევასული ქართლის მეფის ლუარსაბ მეორის დოკუმენტების საკმაოდ მნიშვნელოვანი კოლექციის. მიუხედავად მეფის მისი მეფობის საკმაოდ მცირე ხნისა, მან შეძლო ის, რომ მისი პერიოდიდან დარჩენილა საკმაოდ ბევრი დოკუმენტი, რომელიც ასახავს იმ დროის მდგომარეობას. დოკუმენტები ძირითადად არის უფლების მინიჭებელი ხასიათით დასრულებად მან ზოგ დოკუმენტის მიხედვით ის გადასახადს უხსნის მაღლეხებს, ზოგ დოკუმენტში ის მამულებს ირანს ეკლესიებს. მნიშვნელოვანი ერთ-ერთი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ის მეფთა მამულებს ირანს იერუსალიმის ჯვრის მონასტერს. ქართლის მეფე ლუარსაბ მეორე 14 წლის ასაკში გამეფდა. იგი მეფედ თბილისში მყოფმა შაჰ-აბას პირველმა დაამტკიცა. 1614 წელს მეფე შაჰთან გაემგზავრა, რომელმაც საპყრობილეში ჩასვა. წმინდა მეფე ლუარსაბმა მტკიცე უარი განაცხადა გამაჰმადიანებაზე და თავი გასწირა სარწმუნოებისთვის. შაჰის ბრძანებით ქართლის მეფე 1622 წელს შირაზის ციხეში წამებით მოკლეს. თითოეული ქართველისთვის სამწუხაროდ წმინდა მეფის საფლავი დღესაც შირაზში მდებარეობს. სხვადასხვა ისტორიული წყარო გვამცნობს, რომ მის საფლავთან სნეულები სასწაულებრივად იკურნებიან. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 4 ივლისს წმინდა მეფე ლუარსაბს წმინდა მეფე არჩილთან ერთად იხსენიებს.